გამარჯობა მეგობრებო, შეგეწიოთ ჩვენი ღმერთი იესო ქრისტე. ჩვენ დავბრუნდით ახალი ვიდეოთი მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით, ეს არის მეორე ნაწილი უკვე. და დღეს იმედი მაქვს, რომ უფლის წყალობით ამ ვიდეოს ჩვენთვის რაღაც გარკვეული სულიერი სარგებელი იქნება. ჩვენ წინა ნაწილში განვიხილეთ, რომ გამოცხადების წიგნი აპოკალიფსი იყოფა 7 ნაწილად. პირველი ნაწილი არის ბოლოჟამის მორწმუნეებისადმი მიმართვა, მეორე ნაწილი არის ეკლესიის ისტორია, მესამე ნაწილი არის ყველაზე დიდი 7 განსაცდელი ეკლესიის ისტორიაში, მეოთხე ნაწილი არის სახელმწიფოები როგორც ეკლესიის ანტიპოდები, მეხუთე ნაწილი არის ბოლოჟამის მოვლენები, მეექვსე ნაწილი არის მეორედ მოსვლა და მეშვიდე ნაწილი არის მეორედ მოსვლის შემდგომი მოვლენები. მეგობრებო, ახლა რას ნიშნავს სახელმწიფოები როგორც ეკლესიის ანტიპოდები? ეს მოიცავს იდეას სათავსასუფეველის დედამიწაზე აშენების ღმერთის გარეშე და ამ იდეის საფუძველზე შექმნილ სახელმწიფოებს, რა თქმა უნდა. მეგობრებო, ახლა მინდა კარგად გავიგოთ თუ ეს რას ნიშნავს. ჩვენ ვიცით, რომ სიბოროტეს არ აქვს თავისი ონტოლოგიური საწყისი, ხო, რა თქმა უნდა. ვიცით, რომ ღმერთი არის აბსოლუტური სიკეთე, შესაბამისად აბსოლუტური სიკეთიდან რაიმე სიბოროტის გამოსვლა არის ლოგიკურად შეუძლებელი ყველანაირად. ასე რომ ღმერთი, რადგან არის აბსოლუტური სიკეთე, იგი სიბოროტეს არანაირად არ ქმნის. სიბოროტე წარმოიშვა სამყაროში ქმნილების თავისუფალი ნების არასწორი აქტუალიზირებით, ხო სიკეთის ნაკლებობაა, როგორც სიბნელეს განიხილავენ დაახლოებით ისე. მეგობრებო, ეშმაკი ახალს ვერაფერს ვერ ქმნის, ხო? ანუ ეს შემოქმედი სრული გაგებით, ხო, ex nihilo-დან ასეთი არის მხოლოდ ღმერთი, სხვა არც ერთი არსება მსგავსი არ არის. ეშმაკი ახალს ვერაფერს ვერ ქმნის, მას რისი გაკეთებაც შეუძლია და აკეთებს ეს არის, რომ უკვე არსებული კარგი, უკვე არსებული სიკეთე უნდა მოგაწოდოს დამახინჯებული ფორმით, ანუ სიცრუით და ამ სიცრუეში უნდა რომ გამყოფოს შენც. იმიტომ რომ თავადაც მაგ სიცრუეში იმყოფება. ამიტომაც სიბოროტე არასდროს არ მოდის სიბოროტის სახელით. სიბოროტე ყოველთვის მოდის სიკეთის სახელით. და ისე შეუძლებელია კიდეც სიბოროტის სახელით მოვიდეს, ამას მე კიდე ავხსნით, რატომ არის ეს ასე, მაგრამ თვითონ სიბოროტის მოქმედების პრინციპი არის ასეთი, ხო? მოდის სიკეთის სახელით. ისტორიაში, აი ყველაზე დიდი სიბოროტეები, რაც კი გაკეთებულა იყო, ზუსტად სიკეთის სახელით. ჩვენ გვახსოვს არც ისე შორეულ წარსულში ქრისტიანული მორალის ქადაგების მცდელობა, ოღონდ ქრისტეს გარეშე და ვიცით ხო, რამხელა სიბოროტე დაიტია ამ მოვლენამ საკუთარ თავში და კიდევ არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც რეალურად არის ეს ყველაფერი. ჩვენ ასევე ამას ძალიან კარგად ვხედავთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოღვაწეობის პერიოდში, თუ ყველაზე დიდი სიბოროტე როგორი კატეგორიის ადამიანებისგან მოდიოდა ხო უფლის მიმართ. ზუსტად იმ კატეგორიის ადამიანებისგან, რომლებიც სათავსასუფეველის დამკვიდრებას ცდილობდნენ ღმერთის გარეშე, ხო? უფლის გარშემო ყველანაირი კატეგორიის ხალხი იყო შემოკრებილი, ხო? მეძავები, მატყუარები, ყაჩაღები, მებაჟეები და უფალმა შეიწყალა ისინი და წამოაყენა, ხო, თავისი ძალით და გადაარჩინა. მაგრამ ადამიანები, რომლებიც უფალს ვერ ღებულობდნენ და ვერ ეგუებოდნენ და ტანსაცმელს შემოიხევდნენ ხოლმე, როდესაც ქრისტე ნათლად განუცხადებდა მათ საკუთარ თავს, იყვნენ ზუსტად ის რელიგიური ადამიანები, რომლებიც სათავსასუფეველის დამკვიდრებას ცდილობდნენ ღმერთის გარეშე, ხო, ისინი საკუთარ საქმეებს აღმერთებდნენ, აკერპებდნენ და საკუთარ თავში არ აღიარებდნენ ღმერთის საჭიროებას და იმ უზენაეს სიმცხვერპლის საჭიროებას, რაც ღმერთმა გაიღო ჩვენს გამო. ძალიან საინტერესოა, რომ დავაკვირდეთ ფარისევლის ლოცვას. იესო ამბობს, რომ ფარისეველი გულშიო ასე ლოცულობდაო. მადლობა ღმერთო, რადგან არ ვარ სხვა კაცთა მსგავსად. ტაცებელი, უსამართლო, მემრუშე და არც მებაჟეს ვგავარ. ნახეთ რა საინტერესოა, გულში ლოცულობს. ცხადია იცის ხო, რომ არსება, რომელსაც ესაუბრება, ყოვლის მცოდნეა. ანუ ეს ფარისეველი რეალურად ამას ფიქრობს. წარმოვიდგინეთ რამხელა სიცრუეშია, ხო? მართლა სხვაზე უკეთესი გონია თავი, ხო? აბა სულელი ხო არ არის ეხა ყოვლის მცოდნე არსებას მოატყუოს, ხო ასე? მეგობრებო, ფარისევლის აი ამ ხელა სიცრუეში ყოფნა და ლოცვის ეს ფორმა ზუსტად იმის პროდუქტი იყო, რომ იგი ღმერთის გარეშე ცდილობს ღმერთთან ყოფნას, საკუთარ საქმეებს აღმერთებს. ვერ იაზრებს ღმერთის საჭიროებას და არ იცის, რომ ყველანაირი სიკეთე ღმერთისგან მოდის. ამიტომ მისი ლოცვა ის კი არ არის, რომ უფალო შეეწიე ყველა ცოდვილს და პირველ რიგში მე, იმიტომ რომ მე ვარ ყველაზე დიდი ცოდვილი, არამედ ესე ლოცულობს. მადლობა, რომ იმას არ გავარ, იმას არ გავარ, იმას არ გავარ, იმას არ გავარ.
აი ამ სიმაღლეზე აყავხარ ეშმაკს და მე გადმოგაგდებს, ხო? აი პავლე მოციქული როგორც ამბობს, წაიბორძიკეს დაბრკოლების ლოდზე, რადგან საკუთარი საქმეებით ცდილობდნენ ღმერთთან გამართლებას, ხო? ასე რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა გაიაზროს, რომ ერთადერთი გადარჩენა არის უფალი იესო ქრისტე. ერთადერთი იმედი არის უფალი იესო ქრისტე. ერთადერთი აზრი ცხოვრების არის უფალი იესო ქრისტე. კეთილდღეობა ღმერთის გარეშე არის ყველაზე დიდი სიბოროტე. ამაზე დიდი სიბოროტე არ არსებობს. დღევანდელ დროში აი მთელი სისტემაა ამის უკვე ჩამოყალიბებული. ფულის მოიმედეობა, პირადი სიამოვნება, მომხვეჭელობა, პირადი პატივი, რაღაცა წინსვლა, ეს პირადი მე, მხოლოდ მე. არანაირი სიყვარული რეალური. ეგრე ვაფასებთ ხომ აღ პრინციპით უკვე ადამიანებს, ხო? იმას თუ ბევრი ფული აქვს, ის პატივსაცემი ეგ სუფრის თავში დასვით რაღაცა ის თუ იმ თანამდებობაზე, ის თუ ამაზე, აი მთელი სისტემაა ამის უკვე წამოსული. მეგობრებო, აქ პირად ცოდვებზე კი არ არის საუბარი, ცხადია, ყველას წაგვიღებს ხოლმე, ხო, უსამართლობა ძალიან ხშირად და ვარდებით ცოდვაში, მაგრამ ამაში კი არ არის საქმე. მთელი სისტემაა უკვე შექმნილი, სადაც აი ეს ყველაფერი, ანუ სიყვარულისგან დაცლილი რეალობა უკვე მისაღებია და კარგია და მშვენიერია. და პირიქით, ვინც ამ რეალობას არ ეთანხმება, არის ჩამორჩენილი. უფლის გარეშე ყველაფერი არის არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. აი გვახსოვს ხო წმინდა წერილში თევზი როგორ შეიქმნა. წყალზე ამბობს ხო უფალი აფუთფუთეს წყალში თევზი, ხო, წყალს ესაუბრება და იქმნება. ხოლო ადამიანი როგორ იქნება? უფალი ვის ესაუბრება? საკუთარ თავს ხო წმინდა სამება ერთმანეთში საუბრობს. შევქმნათ კაცი ჩვენს ხატად და მსგავსად, ხო? ადამიანის გულს ვერაფერი ვერ ამოავსებს ღმერთის გარდა, იმიტომ რომ თვითონ ეს გული ღმერთისთვის შეიქმნა. ასე რომ აი იმ სიყვარულის გარდა, რაც თავად ღმერთია, ვერაფერი ჩვენ ჭეშმარიტ ბედნიერებას და სიმშვიდეს ვერ მოხსენს. შეუძლებელია. ვერც თავისუფლებას. ასე რომ უბედურია ის ადამიანი, ვინც აი ამ ჭეშმარიტებაში არ დაემკვიდრება და აი ამ სიმართლეს არ მიიღებს. აღმოჩნდება სიცრუეში, სადაც დაიტანჯება აუცილებლად. მეგობრებო, მოდი დავიწყოთ გამოცხადების მე-12 თავის განხილვა, უშუალოდ აი ამ საკითხებს ეხება და გამოჩნდა დიადი ნიშანი ცაში, ქალი, რომელსაც ემოსა მზე, მთვარე ესვენა ფერხთით და 12 ვარსკვლავის გვირგვინი ედგა თავზე. ქალი ამ შემთხვევაში წმინდა ანდრია კესარიელის განმარტებით ნიშნავს ეკლესიას და ჩვენა ეს დასტურდება, რომ ქრისტე თავის მეორედ მოსვლას ქორწილს ადარებს, ასევე ეკლესიის ისტორიის საწყისი ამ შემთხვევაში არის აღებული ქრისტეშობიდან 2000 წლით ადრე. მაშინ ღმერთმა აღუთქვა აბრაამს სათასასუფეველი, სადაც აბრაამი და მისი შთამომავლები იცხოვრებდნენ და აბრაამის შთამომავლებში ცხადია ჩვენ ვიცით, რაც იგულისხმება, პავლე მოციქული ხსნის ამას, რომ აბრაამის შთამომავლებში იგულისხმებიან ჭეშმარიტად ქრისტეს მორწმუნეები და ეკლესია ცხადია ამ შემთხვევაში ნიშნავს ადამიანების გამოხმობას ქვეყნიერებიდან და ქრისტეში, ანუ ჭეშმარიტებაში დამკვიდრებას, ხო? ასევე მუხლი იწყება ასე, რომ დიდი სასწაული გამოჩნდაო, ხო, დიადი ნიშანი გამოჩნდაო. რატომ არის ეკლესია დიდი სასწაული? მეგობრებო, გავიხსენოთ პირველი სასწაული რა იყო, რაც იესომ მოახდინა. წყალი გადააღწია ღვინოთ, ხო ასე? როგორ? უბრალოდ წყალზე თქვა უფალმა, რომ ღვინოა. და ჭეშმარიტად ღვინოდ იქცა, ხო? აი ღმერთის გონებას გააჩნია ეგ ტრანსცენდენტალური პრეკონდიცია, რაც ახდენს რეალობის სტრუქტურას. უდიდესი სასწაული, აი კიდევ აი ბოლო სასწაული, უდიდესი, ხო? რაც აი გრძელდება მუდმივად. ეს სასწაული რა იყო? ცოდვილი აღწია უცოდველად. ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა. ჩვენი ცოდვები იტვირთა საკუთარ თავზე, ხო? თავისი სისხლით გაწმინდა თითოეული ჩვენთაგანი. პავლე მოციქული როგორც ამბობს, ხო, ერთი შეწირვით სამარაჯამოდ სულყო განწმენდილი, ხო? ეს უდიდესი სასწაულია. აი შეიძლება მორწმუნე იყოს განსაცდელში და ფიქრობდეს, რომ აუ მე დაღუპული ვარ, რამეშველება, საშინელება ვარ და ამ დროს აღერ უფალი, რომლის გონებაში შენ გაგაჩნია იდენტობა და ეგ იდენტობა არის განწმენდილი. შენ განწმენდილი ხარ, უფალს უყვარ ხარ, უფალმა გიხმო, ხო? სხვანაირად რწმენა შეუძლებელია. და უფალი შენთანაა, ასე რომ ჩვენს აზრებს და ჩვენივე ფიქრებს კი არ უნდა ვენდოთ. არამედ იმ ჭეშმარიტებას, რასაც უფალი გვიცხადებს, ხო? ასე რომ ცხადია, რომ ეკლესია, ანუ მორწმუნეების ერთობლიობა არის უდიდესი სასწაული და ამის უამრავი მუხლია გინდა ძველი, ისე ახალი აღთქმიდან. ამ მუხლში ქალზე წერია, რომ მას ემოსა მზე და ეს ნიშნავს, რომ ეკლესია იყო ამ შემთხვევაში ღმერთ შემოსილი, სხვათა შორის რა კარგი აღწერაა, რომ აი როგორც მაგალითად სარკე რომ მზეზე დადო იგი მზის ბრწყინვალებას იღებს.
ანუ საბოლოოდ პირველი წყარო იმ სინათლის თავად არის ღმერთი, როგორც ნებისმიერ ქმნილებაში თუ რაიმე სათნოა, ყველაფრის პირველ წყარო არის ღმერთი. თუ არა ამ შემთხვევაში უნდა ნიშნავდეს ჯულის კანონს, ეს ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეკლესიის პერიოდია და 12 ვარსკვლავის გვირგვინი მითითება არის 12 მამამთავარზე, ჩვენ ვიცით რომ ძველი აღთქმის ეკლესიას ყავდა 12 მამამთავარი. მუცლად ეღოდა კიო და მშობიარობის კივილით გაწამებული. ცხადია ძველი აღთქმის ეკლესიაში წინასწარმეტყველებდნენ მესიის განკაცებაზე, რომელიც ხალხს შეიყვანდა სამოთხეში და ზუსტად ამაზე არის ამ უხში საუბარი. სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში, აჰა წითელი ურჩხული დიდი, რომელსაც ჰქონდა 7 თავი და 10 რქა, თავს ედგა 7 გვირგვინი. ამ შემთხვევაში უკვე თხრობა გადადის ეშმაკზე. ეშმაკი ღმერთმა ცხადია კეთილად შექმნა თავისი არსით, მაგრამ მან ეს იდენტობა არ მიიღო, ამ იდენტობაზე უარი თქვა და აღმოჩნდა იმ სიცრუეში, რაშიც ახლა მყოფობს იგი და იმ სიბოროტეში, რაც სიკეთის არ მიღებამ გამოიწვია. ეს 7 თავი 10 რქა და 7 გვირგვინი ეს ნიშნავს ქვეყნიერების სახელმწიფოებს, რომლებიც წარმოადგენენ ეშმაკის გამარჯვების გვირგვინებს. კუდით მოათრევდა ცის ვარსკვლავთა მესამეც, გადმოყარა ისინი ქვეყნად და დადგა ურჩხული ქალის წინაშე, რომელსაც უნდა ეშვა, რათა შობისთანავე შთაენთქა მისი შვილი. კუდი მისი ამ შემთხვევაში აღნიშნავს ცრუ აზრებს, რომლითაც ეშმაკი აცდუნებს ადამიანებს, ხო? ეს ყველაზე დიდი ცრუ აზრი არის ზუსტად ცათა სასუფეველში დამკვიდრება ღმერთის გარეშე, ხო? ამ ქვეყნიურ მიწიერ ცხოვრებაში ცათა სასუფეველის შექმნა უღმერთოდ. რაზე ჩვენ ვიდეოს დასაწყისში ვისაუბრეთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი სიბოროტე, ხო, რაც კი შეიძლება. ქვეყანა, რომელიც სიბოროტეშია ჩაფლული, ხო, როგორ შეიძლება მან რაიმე იდეალური სახელმწიფო არსებობდეს, ხო? ერთადერთი, რაც ადამიანს იხსნის, გადაარჩენს, ეს არის უფალი იესო ქრისტე და მისი სიყვარული, რომელსაც იგი თითოეულ ჩვენთაგვანს უხვად გვაძლევს. აი ამ სიყვარულზე უარის თქმა არის ყველაზე დიდი ტრაგედია და ზუსტად ეს არის ეშმაკის მიზანი ადამიანებთან მიმართებაში საბოლოოდ. აქ რო წერია რომ ურჩხული დადგაო ქალის წინაშე, რომ შობისთანავე შთაენთქაო მისი შვილი, აქ ცხადია ხვდებით ხო რა სიგულისხმება უკვე რომ ეშმაკმა ძალიან კარგად იცის ბიბლია, ხო, იგი კითხულობდა წინასწარმეტყველების წიგნებს და მან იცოდა რომ უფალი უნდა განკაცებულიყო, მესია უნდა მოსულიყო. მან ეს იცის, ამიტომ თავიდანვე ასე ვთქვათ, ყველაფერს ცდილობს, რომ ამ ყველაფერს წინ აღუდგეს. და შვა ძე, რომელსაც რკინის კვერთხით უნდა ემწყემსა ყველა ხალხი და ატაცებული იქნა მისი შვილი ღვთისა და მისი ტახტის წინაშე. მეგობრებო, ეს არის რეფერენსი ფსალმუნებზე, წინასწარმეტყველების თანახმად უფალმა იესო ქრისტემ მთელი მსოფლიოს ხალხი შემოკრიბა, ყველა ეროვნების და მათი უფალი გახდა, ვინც ირწმუნა იგი, ვინც შეიწყნარა იგი. და ატაცებული იქნა მერე პირდაპირ უკვე ამაღლებაზე გადადის, ანუ შობიდან მაშინვე აღდგომაზე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში აპოკალიფსი ქრისტეს ცხოვრებაზე არ საუბრობს, ქრისტეს ცხოვრება არის აღწერილი სახარებაში. აპოკალიფსი ძირითადად დროს უთმობს ეკლესიის მომავალზე საუბარს, ხოლო ამ შემთხვევაში ქრისტეს შობას და აღდგომას გვაძლევს როგორც ათვლის წერტილს ახალი აღთქმის ეკლესიაში. ძველი აღთქმის ეკლესიის შესაქმის მიხედვით, ქრისტეს შობა მოხდა ძველი აღთქმის ეკლესიის მე-6 დღეს. აპოკალიფსის მეორე ნაწილში არის ეს აღწერილი ეკლესიის შესაქმის 7 დღე, ანუ ეს ეკლესიის შექმნის პროცესი, რომელიც გაიარა როგორც ძველი აღთქმის ეკლესიამ, ასევე ახალი აღთქმის ეკლესიამ. ძველი აღთქმის ეკლესიამ გაიარა შესაქმის 5 დღე და შევიდა მე-6 დღეში და მე-6 დღის ბოლოს იშვა ქრისტე და ქრისტემ შეიყვანა ისინი მე-7 დღეში, ანუ სამოთხეში. სამოთხე არ არის ამ შემთხვევაში ცათა სასუფეველი, სამოთხეში ანუ ხორცით არავინ არ არის უფლის გარდა. ცათა სასუფეველი იქნება მას შემდეგ, რაც უფალი სხეულებრივად აღადგენს ადამიანებს და ისე შეიყვანს სამოთხეში, ეს იწოდება მერვე დღედ. ქალი კი ილტოდა უდაბნოში, სადაც აქვს ადგილი გამზადებული ღვთის მიერ, რათა არჩენდნენ იქ 1260 დღე. მეგობრებო, ეს არის მინიშნება ეკლესიის, ახალი აღთქმის ეკლესიის პირველ ეტაპზე, სადაც მოციქულები, მორწმუნეები წავიდნენ უფლის სიტყვის გასავრცელებლად მსოფლიოში. 1260 დღე ნიშნავს 42 წელიწადს, აპოკალიფსის საზომით 30 დღე ნიშნავს ერთ რეალურ წელიწადს,
ანუ ამ შემთხვევაში ქრისტეს აღდგომიდან, ანუ ქრისტეშობის 33 წელს მივუმატოთ 42 წელი, ეს არის 75, ანუ აი ეს პერიოდი არის 33 წლიდან 75 წლამდე პირველი ეტაპი, პირველ ეტაპზე მინიშნება ახალი აღთქმის ეკლესიის. დაატყდა ბრძოლა ცაში, მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ ურჩხულს და ურჩხული და მისი ანგელოზები კი ებრძოდნენ მათ. მეგობრებო, ანუ როგორც ჩანს ამ შემთხვევაში ანგელოზებსა და დემონებს შორის აი ეგ ბრძოლა რაც ახ არის აღწერილი, ეს იყო მათ პირველ ეტაპზე, ქრისტეს აღდგომის შემდეგ. სხვათა შორის ასევე ეს უფალმა იწინასწარმეტყველა ლუკას ახარების მე-10 თავის მე-18 მუხლში ეშმაკის გადმოხდების შესახებ, მაგრამ ვერ იმძლავრეს და აღარ აღმოჩნდა მათი ადგილი ცაში. დემონებზე არის საუბარი. და გადმოვარდა დიდი ურჩხული დასაბამიერი გველი, რომელსაც ქვია ეშმაკი და სატანა, მთელი საწუთროს მასტური გადმოვარდა ქვეყნა და თან გადმოჰყვნენ მისი ანგელოზები. მეგობრებო, აქ რაღაცა პატარა რაღაცას მინდა გავუსვა ხაზი. აი ზოგადად ადამიანი ბუნებრივად არის მიდრეკილი ცოდვისკენ, ხო? აი მაგიტოა ჩვენთვის ბევრად ადვილია ცოდვა ჩავიდინოთ, ვიდრე არ ჩავიდინოთ, ხო? ჩვენ ცოდვებისგან თავს ვერ ვიკავებთ, ხო? ეს შეუძლებელია ჩვენთვის. უფალი გვაძლევს ხოლმე მაგ ძალას, თორე ისე სრულიად გამორიცხულია ჩვენთვის, ხო? ანუ ადამიანი ბუნებით არის მიდრეკილი ცოდვისკენ და მას ასე ვთქვათ, ეშმაკები უტევენ, ხო? თვითონ ეშმაკი ასე არ არის. ანუ ეშმაკი ბუნებით მიდრეკილი არ არის ცოდვისკენ, არანაირად. მისი ბუნება სახიერია. აი დიდი ხნის განმავლობაში მაგალითად ეს ჩანს იობის წიგნში, რომ აი მას გადაადგილება შეუძლია, ხო? აი მიწიერიდან სულიერ რეალობაში, ხო? აი იობთან როგორც ჩანს, ხეტიალი შედეგად ზეცაში მივიდა, ხო? ანუ მას არსი არ აქვს დაკარგული. მთელი ტრაგედია მისი ყოფიერების ეგ არის, რომ იგი ბუნებით დაზიანებული არ არის, პიროვნულად აქვს ეგ ცრუ რეალობა შექმნილი, ანუ პიროვნულად არის მაგ სიბოროტეში, პიროვნულად არის დამკვიდრებული მაგ სიცრუეში და პიროვნულად არ უნდა მას მაგ სიცრუიდან გამოსვლა. მისი დაცემა ეს არის, ხო? ის არსი, ის სიკეთე, რაც ღმერთმა შექმნა მისთვის. აი ეს არსი თავისი პიროვნული არჩევანით არ მიიღო მან, ანუ არ იღებს იმ კეთილ არსს, რაც ღმერთმა განუკუთვნა მას. და პიროვნულად იმყოფება მაგ მუდმივი სიცრუის მდგომარეობაში. ეს არის ყველაზე საშინელი მდგომარეობა. მეგობრებო, ეს მისი გადმოვარდნა უშუალო კავშირშია იმ რეალობასთან, რაც ქრისტემ აღასრულა, ხო, ცხადია და ეხა მე-10 მუხლს წავიკითხავ და შემდეგ განმარტოთ ერთად ეს მე-10 და მე-9 მუხლი. მაშინ მომესმა გვინავი ხმა ცაში, რომელმაც თქვა: აც იქმნა ხსნა, ძალი და სუფევა ჩვენი ღმრთისა და ხელმწიფება მისი ქრისტესი, რადგანაც დაემხო ბრალმდებელი ჩვენი ძმებისა, რომელიც ბრალს დებდა მათ ჩვენი ღმერთის წინაშე დღისით თუ ღამით. მეგობრებო, ცხადია, ხო, ეშმაკი რასაც აკეთებდა და ჩვენ ვიცით როგორც მოქმედებს, ხო? იგი ბოროტად სარგებლობდა ღმერთის სამართლიანობით, ხო? რადგან ღმერთის ბუნება თვითონ არის სამართლიანობა და ცხადია ადამიანები კანონის სასჯელის ქვეშ იყვნენ, ასე ვთქვათ, ხო, ცოდვებიდან გამომდინარე, ამით ეშმაკი ბოროტად სარგებლობდა, ხო? ამას ამ ყველაფერს ბოროტად იყენებდა. იქამდე სანამ თვითონ ღმერთი, ჩვენი უფალი იესო ქრისტე განხორციელდა აი ამ ჩვენი ადამიანური ბუნებით და თვითონ უცოდველმა უდანაშაულო მიიღო აი ამ კანონის სასჯელი და ყველა ცოდვისთვის ადამიანის გამო. მან ყველას მაგიურად გადაიხადა საფასური, ანუ ჩვენი ვალები გადაიხადა. ამის შემდეგ ეშმაკის შესმენამ ჭეშმარიტად ცხადია ძალა დაკარგა ყველანაირი. ასე რომ ჩვენ ცხადია თავმდაბლობით უნდა გვახსოვდეს, რომ უფალმა გამოგვიხსნა და სრულიად უძლურები ვართ მის გარეშე. მაგრამ როდესაც ეშმაკი ბრალს დაგდებს, რომ საშინელი ხარ, საშინელი ცოდვილი ხარ, ღმერთს არ უყვარხარ, გახსოვდეს, გაახსენე, რომ შენი ცოდვები არის ჯვარზე. უფალმა იესო ქრისტე მიტვირთა შენი ცოდვები. უფლის იესო ქრისტეს სიყვარულს მოუხმე და გქონდეს მისი იმედი ყოველთვის. შემდეგ ასე გრძელდება: იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს მათი სული თვით სიკვდილამდე. ხო, აქ ცხადია, ანუ ქრისტეს სისხლი არის საფასური ამ ცოდვებისთვის, ანუ ქრისტემ თავისი სისხლით გამოგვისყიდა თავისი თავგანწირვით და ჩვენში აღძრა რეალობაში დაბრუნების სურვილი, ის ნება, მას ვისაც წამს ქრისტესი, ცოდვა აღარ აქვს საბოლოოდ. მას ხარობდეთ ზეცანო და ზეცის მკვიდრნო, მაგრამ ვაი მიწას და ზღვას, რადგანაც თქვენში ჩამოგდებული იქნა ეშმაკი, ახსავსე სასტიკი რისხვით, ვინაიდან იცის, რომ ცოტაღა დარჩა
ხანი. მეგობრებო, ნახეთ, აქ ზეცანო და ზეცის მკვიდროში იგულისხმებიან მორწმუნეები, რომლებსაც ჭეშმარიტ იდენტობა აქვთ მიღებული, ქრისტესგან გადარჩენილები, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში მიწაში იგულისხმებიან ამ მიწიერი კეთილდღეობის მოიმედენი საბოლოოდ და ეშმაკმა იცის, რომ მას ცოტაღა დარჩა დრო, ეს ცხადია, რომ ეშმაკმა ამ მოვლენების შედეგად მიხვდა, რომ მის სიცრუეს უკვე აღარანაირი ადგილი აღარ რჩება და მისი დღეები დათვლილია, იმიტომ რომ როგორც წმინდა მამები ამბობენ, რომ ქრისტიანები გამარჯვებულ ომში იბრძვიან, ხო უფალმა ჭეშმარიტად გამოიხსნა ქმნილებანი თვისი და ყველა ვინც ირწმუნებს უფალს იესო ქრისტეს, უფლისგან არის გადარჩენილი, ასე რომ ეშმაკისთვის ეს ამხელა სიყვარული ღმერთისგან არის დამანგრეველი. მეგობრებო, ასევე ცხადია, რომ მეორედ მოსვლის თარიღი წინასწარ არის დანიშნული და არსებობს არის გავრცელებული მცდარი აზრი, რომ თითქოს არ არის წინასწარ ეს თარიღი დანიშნული და მეორედ მოსვლა მაშინ იქნება, როდესაც საერთოდ აღარ დარჩება ადამიანი, რომელსაც რაიმე პოტენციალი გააჩნია, რომ ცხონდეს, ანუ უფალი იესო ქრისტე მიიღოს. მაგრამ ეს ლოგიკურადაც მცდარი აზრია, იმიტომ რომ თუ ეშმაკმა იცის, რომ თუ მორწმუნე აღარ დარჩება, განადგურდება ქვეყნიერება, მაშინ რატომ ცდილობს მაგას, რომ მორწმუნე არ დარჩეს, ხო? ანუ ეს აბსურდია, ცხადია. და როცა იხილა ურჩხულმა, რომ დაემხო ქვეყნად, დევნა დაუწყო ქალს, რომელმაც შვა ვაჟი. მეგობრებო, აქ იგულისხმება ცხადია ეკლესიის დევნა, ანუ პირველ ეტაპზე, ანუ ამ შემთხვევაში 33-დან 75 წლამდე, ჩვენ ვიცით, რომ უმძიმესი დევნა აქვთ ქრისტიანებს გადატანილი, უმძიმესი და დღემდე ეს აქტიურად გრძელდება. ამ შემთხვევაში იგულისხმება პირველი დევნა, რომელიც ისტორიიდან ვიცით, რომ იყო იმპერატორი ნერონის პერიოდში, ეს იყო 62 წელს, ანუ აი ეს ამ დევნაზეა საუბარი. მაგრამ მიეცა ქალს ორი ფრთა ვეება არწივისა, რათა გარიდებოდა ურჩხულს და გაფრენილიყო უდაბნოში. თავის ადგილას, სადაც უნდა ერჩინა თავი დროთა და ნახევარი დროის მანძილზე. მეგობრებო, ეს ორი ფრთა არის რწმენისა და სულის ფრთა, რაც მორწმუნეებს მიეცათ, ხო? ეზეკიელის წიგში არის აღწერილი 4 ცხოველი, რომლებსაც აქვს 4-4 ფრთა, ხოლო გამოცხადების წიგში აღწერილი 4 ცხოველს აქვს 6-6 ფრთა, ანუ პლუს 2 ფრთა ემატება, ხო? ანუ ქრისტეს თავგანწირვის შემდეგ ახალი აღთქმის ეკლესიას, რაც არის რწმენის და სულის ფრთები, ანუ გადარჩენილობის. რაც შეეხება, როცა წერია, რომ თავი ერჩინა თავისი დროის, დროთა და დროის ნახევრის განმავლობაში, ჩვენ ვიცით დანიელ წინასწარმეტყველის წიგნიდან, რომ 1 ჟამი არის 70 წელიწადი, ანუ ამ შემთხვევაში 70-ს მიუმატოთ 140 და მიუმატოთ კიდე 35, ეს არის 245 წელიწადი. ანუ ეს არის ეკლესიის მეორე ეტაპი, ანუ 75 წლიდან 320 წლამდე. იმიტომ რომ 320 რომ გამოვაკლოთ 75 არის 245. მაშინ გველმა თავისი პირიდან მდინარესავით ამოუშვა წყალი ქალის კვალდაყვალ, რათა წაეღო იგი მდინარეს. მაგრამ მიწა შეეწია ქალს, განახונה ბაგენი და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა ამოუშვა პირიდან. ამ შემთხვევაში ეშმაკის პირიდან ამოშვებული წყალი ნიშნავს მწვალებლებს, კერპცახურებს, მდევნელებს, ანუ ადამიანებს, რომლებსაც ეშმაკი იყენებს, ხო, ქრისტიანების წინააღმდეგ. მაგრამ საბოლოოდ უფალი იესო ქრისტე იცავს თავის ეკლესიას, თავის მორწმუნეებს. მაშინ განრისხდა ურჩხული ქალზე და გასწია, რათა შებმოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთისმსნებებს და აქვთ იესოს მოწმობა. ანუ შემდეგ განრისხდა ეშმაკი და თვითონ წამოვიდა საბრძოლველად უფლის შვილების წინააღმდეგ თაობებში, რასაც აგრძელებს დღევანდელ დღემდე. ჩვენი მაცხოვარი უფალი იესო ქრისტე შეგეწიოთ ყველას და დაგიცვათ, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ უფალი არის თქვენთან.